გამარჯობა, ჩვენ ვართ კასპის სათემო რადიო და მე ვარ ერთ-ერთი თანაწამყვანი კეთი კოპაძე. დღეს კი სტუმრად ყავს თეონა გაბოძე, რომელიც არის მეწარმე ქალბატონი. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის. მე გახლავართ ხელოვანი ადამიანი, რომელიც დიდი ხანია ესეთ რაღაცებს ვაკეთებდი, მაგრამ უშუალოდ კარგოსთან შეხება მქონდა, როდესაც კოლეჯში დავიწყე სწავლას, უშემთხვევით გავიგე, რადგან აქეთ ვიყავი. და გადავწყვიტე რომ მესწავლა, იმიტომ რომ ბავშვობის ოცნება იყო ჩემი, რომ რაღაცნაირად დიზაინი და კერვა შემესწავლა და ძალიან კარგ ხელში მოხვდი, ძალიან კარგ პედაგოგებთან და საერთოდ კარგოსთან არანაირი შეხება არ მქონია, მინდა გითხრათ და იქ დამხვდა ძალიან კარგი პედაგოგი ლელა შავერდაშვილი, რომელმაც შემასწავლა უბრალოდ კარვის ტექნიკა და შემდეგ უკვე მე თვითონ სადღაც ეკლესიაში მივდიოდი, რაღაცა ორნამენტებს უღებდი, ფოტოებს და რაღაცა შპალიერებს უყურებდი, იქიდანაც ვთილობდი, რაღაცა სულ ვთილობდი, ჩასაფრებული ვიყავი, რომ რაღაცა გადმომეღო და რაღაცა გამეკეთებინა. შემდეგ შარშანწინ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოგვიწია წასვლა ჯგუფს და იქ გადავიკვეთეთ მე და ეკატერინე ბახტაძე, რომელიც მადლობა ღმერთს, რომ მოხდა ასე და ძალიან კარგი ადამიანია და შემდეგ ამ ქალბატონმა გააკეთა ჯგუფი ხელმარჯვეები, სადაც შემოგთავაზე ესეთი რაღაცა, რომ თუ ვინმე რაღაცას აკეთებს, შეგვიძლია გავერთიანდეთ და ამის შემდეგ დავიწყეთ აქტიურად გამოფენებზე, ფესტივალებზე მონაწილეობის მიღება დავიწყე და რა ვიცი, ვეწევი ჩემს საქმიანობას და ვცდილობ, რომ გავახარო ჩემი მომხმარებელი და ჩემი მაქსიმალურად ბევრი შრომა ჩავდო. ხან ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ღამის 3-4 საათამდე ესე ყოფილა მუშაობაში დრო გასულა, რომ საერთოდ ვერ გამიგია, მაგრამ რადგანაც მიყვარს ჩემი საქმე, ამიტომ დიდი სიყვარულით ვაკეთებ და დროს ხოლმე საერთოდ ვეყარ ვწნობ ხოლმე ამის გამო. თქვენ ისე ანუ ადგილზე გაქვთ მაღაზია თუ არა, ძირითადად ონლაინ მიყიდება ხოლმე და გამოფენებზე ვიღებ ხოლმე მონაწილეობას. ჯერჯერობით მაღაზია არ მაქვს. რითი დაიწყეთ თქვენი საქმიანობა? ანუ პირველი ნამუშევარი რა იყო თქვენი გაკეთებული? მინდა გითხრათ, რომ ბებო ძალიან კარგად ქსოვდა და მასწავლა წინდების ქსოვა. ესე ხევსურული ორნამენტებით დავიწყე ამის ქსოვა. ორი დიდი ბები ამყავდა, სხვათა შორის ძალიან ცნობილი მკერავები, ძალიან კარგად კერავდნენ და მიუხედავთ იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია გასული, დღესაც მათ ნახელავზე ვისაც ახსოვს და მოსწრებია, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ეტყობა გენებმაც იმოქმედა თავისი გააკეთა და ძალიან დიდი ინტერესი მქონდა და ძალიან დიდი სურვილი მქონდა. რომ აი გამეკეთებინა ჩემი ხედვით, ანუ მომწონს ძალიან ქართული ეროვნული სამოსის გათანამედროვებული ვერსიის შექმნა. სხვათა შორის ჩემთვისაც მაქვს შეკერილი ქართული ეროვნული კაბა, რომელიც კასპობას მეცვა. და ვცდილობ, რომ რაღაცა ახალი რაღაცეები დავნერგო, ახალი რაღაცეები გავაკეთო. სადაც ქართული ელემენტები იქნება, ქართული ორნამენტები იქნება და თან იქნება რაღაცა ინდივიდუალურები. არ მინდა რომ ვიღაცას გავდე, მე მინდა რომ ჩემი ხელწერა მქონდეს და გავდე ჩემთან. მომხმარებელი რომ შეხედავს, თქვა, ჩემ ნივთებს, არ უნდა თქვას, რომ აი თქვა ის იმას გავს, უნდა ანუ მინდა რომ ჩემი სათქმელი თქვა და ჩემი ინდივიდუალურობა იყოს გამოხატული თითოეულ ჩემ ნივთში და რა ვიცი, დიდი შრომა მაქვს ამ ყველაფერში ჩადებული და იმედია რომ დაგიფასდებათ რა თქმა უნდა. ნახოთ. ძალიან დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია, როგორც თქვი, ძალიან ბევრ ფესტივალებზე და გამოფენებზე აქტიურად ვიღებ მონაწილეობას და ამასთანავე ქონდა სხვათა შორის შვედებთან და გერმანელებთან იყო შეხვედრა და ისინიც ძალიან მოიხიბლნენ ჩვენი ჯგუფით სხვათა შორის და ეხლა 12 დეკემბერში კიდე ერთი ფესტივალი გეგმება მცხეთაში, მცხეთის კულტურის სახლში მივდივართ და იქაც წარვადგენთ, შევეცდებით, რომ კასპის სახელი ღირსეულად წარდგეს მაყურებლების და მომხმარებლის წინაშე. ქალბატონო თეო, თქვენ საუბარში ახსენეთ, რომ ხართ დიზაინერიც და ანუ ამაზე უფრო ვცლად რო გვესაუბროთ თუ შეიძლება. ანუ როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი, როგორც თქვი, ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა და ძალიან მომეწონა ბავშვის სამოსის შექმნა, ბავშვის კაბები. ჩემებული ხედვით, ჩემებული ინტერპრეტაციით ძალიან მომეწონა ქართული ეროვნული სამოსის კერვა.
და თან მინდა ისე გავაკეთო, რომ ეს ყველაფერი აი ჩემი ხელწერა გქონდეს, თქვათ, ისეთი რაღაცა გაკეთდეს, რომ აი რაც ყოველდღიურად არ არის, ყველა თითქმის რომ გაიხედავ ერთმანეთს გა. კიდე მქონდა ესეთი მოთხოვნა, რომ აი მაგალითად რომ გავდიოდი მაღაზიებში, როდესაც სამოსის შესაძენად მივდიოდი, თითქმის ყველა იყო ერთნაირი შეკერილი და კიდე არ მომწონდა შეკერვის ხარისხი და მქონდა რაღაცა ამაზე პრეტენზიები, მინდოდა უფრო კარგი ყოფილიყო, რაღაცა იქ რაღაცა ისი არ იყო დეტალი. გავიხედავდი 5-6 ერთნაირად ქუჩაში და არ მინდოდა ეს ყველაფერი, მე მინდა ცოტა ესეთი გაპრანჭული პრინცესული ტანსაცმელი მომწონს და მინდოდა ისეთი ნივთები შემექმნა, რომ აი სადაც ჩემი პიროვნული ხასიათი იქნებოდა, ჩემი ინდივიდუალიზმი იქნებოდა და მე მგონი სწორედ ეს არის დიზაინი, რომ აი გადმოკოპირებული კი არ მინდა, რომ აი ვიღაცას, აი ყველაფერი მაქვს ჩემით გაკეთებული, აი ორნამენტი რომ მომეწონება, ხო, ისე კი არ ვაკეთებ როგორც სხვას, აი ჩემებურად ფერებს ვუხამებ, ჩემებურად რაღაცა ფიგურებს, ორნამენტებს შემით ვაკეთებ და ვცდილობ რომ რაღაცა გამოვიდეს, არ მიყვარს რაღაცა ჩაშავებული, ჩარუხებული, ერთ ფერში გაკეთებული, მიყვარს სიფერადე, მიყვარს სიკაშკაშე, მიყვარს ცოტა ისეთი აი სიხალასე რო არის და ეს არის სწორედ ჩემი ერთ-ერთი პლუსი და ვცდილობ რომ ეს გავაკეთო. ძალიან საინტერესოა, რასაც თქვენ საუბრობთ და თუ შეიძლება თქვენ სამომავლო გეგმებზეც რომ უთხრათ მაყურებელს. კი ბატონო, სიამოვნებით. სამომავლოდ ვაპირებ გაფართოვებას, მინდა ჩემი პატარა სალონი გავაკეთო, სადაც იქნება, ну, შეკვეთები თავისთავად ჩემი ნივთების გამოფენა გაყვიდვა იქნება, ასე ვთქვათ და შევეცდები, რომ უფრო ფართო აუდიტორიისთვის იყოს ცნობილი ახლა. საახლობლო წრეში თითქმის ყველა მიცის ჩემ შესახებ და ვინც მიცნობს, მაგრამ არიან ადამიანები ახლა მინდა რომ ფართო უფრო ყველამ გაგიცნოთ. კი ბატონო, ყველამ უფრო ბევრი ხალხმა ნახოს და გაიცნოს და დაინახოს და მე ვნახოთ რა იქნება. გეგმები ბევრი მაქვს, ნახოთ. ძირითადად ვინ იძენს თქვენთან ნივთებს, ქალბატონები თუ არა, სხვათა შორის არ არიან მხოლოდ ქალბატონები, ახლა ამას წინათ რაჭაში გავგზავნე სამაჯური, დამკვეთმა შემიკვეთა. ესეთი სამაჯური უნდოდა, რომ ფერები მითხრა და გავაკეთე ჩემი ინტერპრეტაციით შავი ხაკისფრო და თეთრფერებში იყო და ესეთი ის მივეცი, რომ ანუ ფერად, ანუ ადამიანის სადაც მიდის თავის ნაკვალევს ტოვებს. ეს ნაკვალევი უნდა იყოს თეთრი გზა, მწვანე ნუმარადიულობასთან იყო შეხამებული და სხვათა შორის ერთი ზღვის ჩანთა გავუყიდე ამერიკაში, წავიდა ყაიდნახით მოხარგული, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. სხვათა შორის ესეთი ნაკსოვები მაქვს, ზღვის ჩანთები და ქუდები, ყველაფერი ახლა ვერ წამოვიღე. და არ არიან მხოლოდ ქალები, არიან ბავშვები, არიან მამაკაცები, რომლებსაც ძალიან მოსწონს ქუდები და აქ არის კიდე წარმოდგენილი, ესე იგი ესენი არის სამაჯურები, ეს სათვალეების ჩასადები და ძალიან მოსწონთ ტელეფონის პატარა ჩანთუკები ესეთი. ხო, ეს რამდენიმე ცალი გაიყიდა, გამოფენაზე მქონდა წაღებული და ყველანაირი ასაკის მომხმარებელი მყავს, მინდა გითხრათ. ამას წინათ გავყიდე სხვათა შორის ეგ თმის ბაფთები, ხო, პატარა გოგოებს მოეწონათ და ისე რომ ყველანაირი ასაკის მომხმარებელი არის და ვცდილობ რომ გავახალისო და გავახარო. ქალბატონო, დარწმუნებული ვარ ამ გადაცემის ყურების შემდეგ ძალიან ბევრს მოუდება ამ ნივთების შეძენა და როგორ ნახოთ თქვენი გვერდი. კი ბატონო, მოგახსენებთ, მე მაქვს Facebook გვერდი თეოლინა, სადაც შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, მომწეროთ და სურვილი შემთხვევაში გახდებით ჩემი რომელიმე, ვთქვათ, ნივთის ფლობელი, პრობლემა არ არის მაგ მხრივ. თეოლინაზე დამიკავშირდეთ და გამოგიგზავნით, სადაც ინებებთ, როცა ინებებთ, პრობლემა არ არის პრობლემა. ანუ როგორც წეგან მოგახსენეთ, შეკვეთები იგზავნება არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, არამედ საზღვარგარეთაც იგზავნება. ისე რომ ეხლა გვაძლევს 21 საუკუნეში, ვთქვათ, ტექნოლოგიები იმ საშუალებას, რომ თავი მოვაბათ ამ ყველაფერს და თავარია, რომ ყველაფერი მშვიდობა იყოს ქვეყანაზე, დანარჩენი ყველაფერი.
თქვენ საუბარში ახსენეთ, რომ ბევრ გამოფენაზე გაქვთ მონაწილეობა მიღებული და მაინტერესებს თუ გაქვთ მიღებული მონაწილეობა საქველმოქმედო ღონისძიებებზე ან გამოფენები კი თუ ბატონო, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, მაქვს მონაწილეობა მიღებული ბევრ საქველმოქმედო აქციაში. ეს იყო, თქვათ, გაჭირვებულ ბავშვებს ვიხმარებოდით, იქ იყო ჩემი საკუთარი შექმნილი ნივთები გავგზავნე. შემდეგ იყო მის საქართველოზე ვიყავით წასულები ღონისძიებაზე, სადაც ჩვენი გაკეთებული ნივთებით დავაჯილდოვეთ მონაწილეები. ეს იყო კიდე ერთ-ერთ სკოლაში, სადაც იყო გაჭირებული ბავშვები და იქ ჩემი გამზადებული თმისამაგრები ვაჩუქე უსასყიდლოდ, რა თქმა უნდა, ბავშვებს და ვცდილობ ხოლმე რომ გავახარო პატარ-პატარა საჩუქრებით ხოლმე. სხვებს რო უხარიათ, მე ეს ძალიან დიდ ძალას და სტიმულს მაძლევს და დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონებათ ეს ნივთები. ჩვენი რადიოს სახელით გისურვებთ წარმატებას და ურმეს მადლობას გიხდით, რომ ამ გადაცემაში დაგვთანხმდით მოსვლისთვის. მადლობა თქვენ და თქვენს რადიოს უსურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას, ბევრ წინსვლას და ბევრი ახალი კარგი გადაცემები გაგეკეთებინოთ. მადლობა.